ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს რიგ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის დიდი ყურადღება ენიჭება მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ჩვენი ჟურნალისტი ნინი ხარშილაძე შეეცადა გაერკვია დღეს რა განსხვავებაა ევროკავშირსა და საქართველოს კანონმდებლობაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. დალი ცივაძეს 8 მარტს ნაყიდი iPhone 5S რამდენიმე დღეში გაუფუჭდა. როგორც გოგონაყვება, მისი ტელეფონი მოულოდნელად გაითიშა. მაღაზიაში მისულს კი უთხრეს, რომ მობილურს ეგრეთ წოდებული დედა პლატა ჰქონდა დაზიანებული. თუმცა ამ დრომდე მომწოდებელი კომპანია მომხმარებელს არც თანხას უბრუნებს და პროდუქციის შეცვლაზეც უარს ეუბნება. ხურსასმენი, სამუხტი და ასე შემდეგ. ასეა აღნიშნული საგარანტიო დოკუმენტში მობილური ტელეფონის იმ ნაწილების ჩამონათვალი, რომელთა დაზიანების შემთხვევაში კომპანია ზარალს არ აანაზღაურებს. თუმცა რა იგულისხმება ასე შემდეგში ამაზე ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი. 8 მარტს შევიძინე iPhone-ი, 20 მარტს კი ინტერნეტით სარგებლობისას უცებ გაითიშა. მაღაზიაში დავაბრუნე, იქ კი დამპირდნენ, რომ შეაკეთებდნენ. ამის შემდეგ 4 თვე გავიდა მაღაზიაში, მითხრეს, რომ ტელეფონის შეკეთებას ვერ მოახერხებდნენ და რომ ეს უკვე ჩემი პრობლემა იყო, რადგანაც გადახდილ თანხას უკან აღარავინ დამიბრუნებდა. სასამართლოსთვის მიმართვის გარდა სხვა გზა არ დამრჩა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ კანონმდებლობა მყიდველის ინტერესებს ვერ იცავს. მომხმარებელთა მოტყუების ფაქტების გამოძიებას კი არც ერთი უწყება არ ცდილობს. შესაბამისად, სასამართლო პროცესებზე მომხმარებლების უფლებების დაცვა რთულდება. სასამართლოში მისი უფლებების დაცვა ცოტათი რთული ხდება შემდეგ, იმიტომ რომ ამის ჯერ მაკონტროლებელი არ არსებობს არაფერი, დამოკიდებული ვართ კანონმდებლობაზე, რაც შემდეგ მივყავართ საკმაოდ ორაზროვან გაგებაზე, იმიტომ რომ სამოქალაქო ურთიერთობებში მას თავისინებით აქვს ხელი მოწერილი. ხოლო იმას განმარტებული არ აქვს მეორე მხარეს რა ქონდა ჩადებული ამ თუ იმ ხელშეკრულებაში. დემოკრატიის ინსტიტუტში ამბობენ, რომ ყველაზე ხშირად მომხმარებლები პრობლემებს კომუნალური სერვისის მომწოდებელ კომპანიებთან აწყდებიან. არჩილ ხახუტაიშვილი ამბობს, რომ ენერგო და წყალმომარაგების კომპანიები აბონენტებთან ხელშეკრულებებს არ აფორმებენ და ამიტომ არ იციან ზარალის შემთხვევაში საჩივრით ვის უნდა მიმართონ. ხელშეკრულების ქონა ეს არის მხარის უფლება. აი უფლება იმისა, რომ იცოდეს თავიდანვე რა უფლებები გააჩნია მას, რა ვალდებულებები გააჩნია მას, რა პასუხისმგებლობა გააჩნია კომპანიას, რა პასუხისმგებლობა გააჩნია თვითონ აბონენტს. ყველაზე მთავარი ხელშეკრულებით მიეწოდება ინფორმაცია, თუ სად და როგორ შეუძლია გაასაჩივროს, თქვათ, კომპანიის მიერ მიყენებული ზიანი. თუ მოითხოვს მოქალაქე, კომპანია ყველა შემთხვევაში ვალდებულია გააფორმოს მასთან ხელშეკრულება. ევროკავშირის კანონმდებლობით ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლება მომხმარებელს აქვს ნივთის შეძენიდან 2 წლის განმავლობაში. ამ დროისთვის მომხმარებლის დაცვის ეს მექანიზმი საქართველოში არ არსებობს. ევროკავშირის ქვეყნებში ნივთის შეძენიდან 6 თვის განმავლობაში მოქმედებს ეგრეთ წოდებული მომხმარებლის უდანაშაულობის პრეზუმპცია. მომხმარებელს არ სჭირდება ამ მტკიცოს, რომ ნაკლი მას არ გამოუწვევია. საქართველოში მომხმარებელს ეს უფლება არ გააჩნია.